გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი რუსთავის რადიო კომპანიასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს რუსთავის ადვოკატი. დღეს ჩვენ ეთერში ისევე როგორც წინა გადაცემაში გადავწყვიტეთ ვისაუბროთ იპოთეკებზე. ჩვენი ტელეფონის ნომერი სტუდიაში არის 25 54 00. დაგვირეკეთ, შეგვეკითხეთ, მაქსიმალურად შევეცდებით გასაგებად გიპასუხოთ. ბატონო ლევან, ჩვენი წინა გადაცემა, ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში იპოთეკებზე, რამაც მოსახლეობაში ინტერესი გამოიწვია და ჩვენ გადავწყვიტეთ კვლავ ეს თემა უფრო გაგვევცო და კიდევ გვესაუბრა ამაზე. სანამ გავაგრძელებდით, ასე რომ ვთქვათ, შეწყვეტილიდან გავაგრძელებდით საუბარს, მას ჩვენ ტელემაყურებლებს შევახსენოთ, რა არის იპოთეკა. კიდევ ერთხელ მივესალმები ტელემაყურებელს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ იპოთეკა არის სესხის უზრუნველყოფის ღონისძიება. უფრო მარტივად რო თქვა გასაგებად, ანუ იპოთეკა გამოიყენება სასესხო ურთიერთობაში, ანუ მსესხებელი კრედიტორის სასარგებლოდ მოთხოვნის შეუსრულებლობას აზღვევს უძრავი ქონებით. ანუ იპოთეკის დროს იგულისხმება, რომ იტვირთება უძრავი ქონება ვალდებულებით. ანუ უძრავ ქონებაში კი, როგორც წინა გადაცემაში ავხსენეთ, ეს არის შენობა, ნაგებობა, მიწის ნაკვეთი და მასზე მყარად დაკავშირებული ობიექტები, რომლის გამოცალკევებაც დამოუკიდებლად არ შეიძლება. ესე იგი, ჩვენ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი, რაც მე ვიცი, იპოთეკის ქვეშ ექცევა, ესე იგი, ეს არის საცხოვრებელი სახლები, მიწები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შენობა, ნაგებობები, თქვათ, არასაცხოვრებელი დანიშნულების და შესაბამის და სოფელში თქვათ აგარაკები, ხო? დიახ. შეიძლება ასე ბატონ ლევან, აბა ჩვენ როგორ ვიცით, იპოთეკით თუ არის დატვირთული მიწა, დიახ. ანუ და ბანკში თქვათ ჩადებულია მიწა, რომელზეც დგას შენობა. შენობაც ავტომატურად ითვლება. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, რომ ესეთი შემთხვევებიც ხშირად ყოფილა, ანუ იპოთეკი დატვირთულა მხოლოდ მიწა და ამ სახელშეკრულებულ ურთიერთობის განმავლობაში განხორციელებულა ამ მიწაზე გარკვეული შენობა ნაგებობის დადგმა. მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ შენობა ნაგებობა წარმოადგენს მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, კი ბატონო, და შესაბამისად თუ მიწა დატვირთულია იპოთეკით, ეს იპოთეკა ვრცელდება მთლიანად ამ ქონებაზე. შეერთებულ შტატებში არის ესეთი შენობები, არის საცხოვრებელი სახლებია ბორბლებზე. ესენი ალბათ ეს ამ საცხოვრებელ სახლებს საქართველოს კანონმდებლობაც ამბობს, რომ ეს არ არის უძრავი ქონება. ანუ კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ უძრავი ქონება აუცილებლად მყარად არსებითად უნდა იყოს დაკავშირებული მიწასთან, რომლის განცალკევებაც ფიზიკურად შეუძლია. ანუ მე თუ სახლი, ანუ ჩვენმა ტელემაყურებლებმაც რო იცოდნენ, თუ რაიმე სახლი ან სამეურნეო ნაგებობა აშენეს მიწაზე, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული, ეს ვალდებულება ამ შენობაზეც გადადის. გასაგებია. მე ახლა გადაცემის თემატიკიდან გამომდინარე რაღაც გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც ამოვიწერე კიდე ერთხელ. და სანამ აი უშუალოდ ამ სტატისტიკაზე გადავიდოდით მაგ განხილვაზე, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემებით ძალიან დიდი დავები არის, ბატონო ლევან, ძირითადი თანხა იპოთეკის, მასზე დარიცხული პროცენტი, მასზე საურავი და რაღაც სასამართლოში ძალიან დიდი ძირითადი თანხა რო გაცილებით მცირე, აბა რა ხდება ამ დროს, როგორ ხდება? რა არის იცით, ხშირია შემთხვევები სამწუხაროდ დღევანდელ დღეს, როცა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ვერ სრულდება და გვინდა არ გვინდა ეს თემები მიდის სასამართლომდე განსახილველად. ანუ და ხვდებით ესეთ რამეს, რომ მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ნასესხია $5,000 არის სარგებლიანი, მაგალითად 3 თვე, 4%-ის ოდენობით და არის პირგასამტეხლო 0.3% ან ხშირად ხვდებით პირდაპირ 3%-ს. ანუ რას გულისხმობს? ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3%-ის საურავის დარიცხვას. თუ $5,000
$2000 გვა გამოტანილი, საბოლოო ჯამში ეს პირგასამტეხლო იმდენზე ადის, რომ არსებითად დიდი სხვაობაა ძირითად თანხასა და საურავს შორის. თუმცა კანონმდებლობამ ალბათ თავიდანვე გათვალა აღნიშნული და სასამართლოს მისცა, ანუ მოსამართლეს მისცა იმის ლავირების საშუალება, რომ კერძოდ მოახდინოს პირგასამტეხლოს შემცირება. ანუ კანონმა გაითვალისწინა ესეთი რამე, თუ პირგასამტეხლო მნიშვნელოვნად აღემატება ძირითად თანხას, სასამართლოს აქვს უფლება მოახდინოს ამ პირგასამტეხლოს შემცირება გონივრული ვადით. და დღევანდელ დღეს პრაქტიკაში მიღებულია 0.02%-მდე, ხშირ შემთხვევაში 0.01%-მდეც ჩამოყავს მოსამართლეს პირგასამტეხლოს, ხოლო რაც შეეხება პროცენტს, სამწუხაროდ პროცენტის შემცირება სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება, ვინაიდან პროცენტი ეს არის მხარეთა გარიგება, რომელსაც სასამართლო ვერ ეხება და მხარეთა გარიგება არის ის პირგასამტეხლო კანონმა გაითვალისწინა, რომ არ უნდა იყოს არსებითად შეუსაბამო ძირითად თანხასთან. ხოლო არა, პროცენტს ვამბობ. პროცენტ ეს არის სარგებელი, ანუ მე მოდიში პროცენტს მეთქი უკაცრავად, რა ვიგულისხმით, იცით? პირგასამტეხლოს პროცენტს 0.3 ცხობ მხარეთა გარიგება არის, მაგასაც ხო და კანონმა თქვა, რომ პირგასამტეხლო შეეხო, რომ პირგასამტეხლო არ იყოს არსებითად მაღალი ძირითად თანხაზე. ხოლო რაც შეეხება პროცენტს, ეს არის სარგებელი, ანუ ასე ვთქვათ, ფულის გამოყენების სანაცვლოდ რომ უხდი ფულის მესაკუთრეს. ამიტომ არ ეხება სასამართლო და კანონმდებლობა პროცენტის ოდენობას, რაც მიმაჩნია სწორია, ვინაიდან არ შეიძლება ვინმეს მოქმედება ან რაღაცა თანხის გამოყენება თქვა რომ არა ბატონო შენ 4% კი არ უნდა გეთქვა 1% უნდა გეთქვა. ეს არის სარგებელი მისი, ანუ მე რომ გთხოვულობ ამ თანხას ამ სარგებლით. ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს ეს არის ანუ სასჯელის ზომა, რომელიც კანონმა თქვა რომ აგოს პასუხი ვალდებულების შეუსრულებელმა მხარემ და მას დაეკისროს პირგასამტეხლო, ოღონდ ეს პირგასამტეხლო არ უნდა იყოს იმდენად შეუსაბამოდ მაღალი ძირითად თანხასთან, რომ ძირითად თანხის მოთხოვნა საერთოდ აზრი დაკარგოს. ანუ ხშირად არის შემთხვევები, ბატონო ისო თქვენც იცით, რომ ძირითად თანხა ყოფილა $4000 და პირგასამტეხლო ყოფილა $20000 და ну, არსებითად მაღალია და უნდა შემცირდეს. ხო, არის 4000-სა და 20000 შორის არანაირად შეუსაბამოდ მაღალია მახსოვს ეს საქმე. დიახ, გისმენთ? გისმენთ, გამარჯობათ. 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 მე მაქვს კერძო იპოთეკაში ჩადებული ბინა. ხო და ბავშვის ავადმყოფობის გამო მაქვს ჩადებული და ვერ ვიხდი ამ პროცენტს. დიახ. ვერანაირად და მაქვს სახლი, ახლა როგორ გითხრათ, იცით, 35 კვადრატი მაქვს. და საამხრულებლოზე აქვს შეტანილი. აი თუ შეიძლება რამე ესეთი რომ გავაკეთოთ, რომ ან არ დავკარგო, იმიტომ რომ 5 შვილი მყავს, მე 6 ველოდები და უზომოდ გაჭირვებული ოჯახიდან გახლავართ. მარტოვდი ფაქტიურად ამჟამად ჩემს შვილებს. მადლობთ კითხვისთვის, მოგახსენებთ. მადლობა, უიმედელა. ანუ პირველ რიგში მე მინდა შვილის ჯანმრთელობა უსურვო ქალბატონს და მეორე შემთხვევაში უთხრა ესეთი რამე, რომ სამწუხაროდ სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულება კანონის შესაბამისად, ანუ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას საპატიო მიზეზად სამწუხაროდ ვერ მიიჩნევს ოჯახის წევრის ავადმყოფობა. გამომდინარე აღნიშნულიდან ახსულების ეროვნულ ბიუროს სრული უფლება აქვს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განახორციელოს იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზება ღია აუქციონის წესით. გამომდინარე აღნიშნულიდან თქვენ რა პრობლემაც გაქვთ და გაინტერესებს რომ რაიმე შეღავათი გავრცელდეს, ეს კანონმა გაითვალისწინა და შესაძლებელია ახსულების ეტაპზეც იქნეს შეღავათი გაკეთებული, თუმცა ანუ შეღავათში იგულისხმება ვალდებულების შესრულების განაწილვადება. თუმცა ასეთი შეღავათის განხორციელება დამოკიდებულია სამწუხაროდ კრედიტორის თანხმობაზე და თუ კრედიტორია მსგავს შეღავათის განხორციელებაზე განაცხადებს უარს, ახსულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ იპოთეკის საგანი მიაქციოს სარეალიზაციო. ლევან, მოდით ასეთი რაღაცა ქალბატონს შეიძლება გამომჩა. ფასი ხო არ უთქვია. ანუ რო გავიდეს აუქციონის გარდა, ანუ თუ დათანხმდა იპოთეკარი აუქციონის გარეშე გაყიდვას. კი ბატონო. ღია ბაზარზე ასე რომ ვთქვა და სხვაობა თანხა ხო არის ეს ერთ-ერთი გამოსავალი. ხა ჩვენ ქალბატონმა რო გითხრა, ზუსტი დეტალები არ ვიცით, მაგრამ უკვე შეტანილია ახსულების ეროვნულ ბიუროში. მაინც მაგას ვამბობ. აღმასრულებლის თანხმობით.
არა, ესეთი რამე, ანუ თავიდან დავიწყებდი იმ მომენტს, რომ ანუ მქონების რეალიზება შესაძლებელია მხარეებმა თვითონ განსაზღვრონ, ანუ არა თქვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, არამედ სხვა წესით, სხვა აუქციონის წესით. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში, ან ერთობლივად ახალი გარიგება უნდა დადონ ამის შესახებ. თუ ეს შეთანხმება მიუღწევადია, გამოდის რომ კანონის შესაბამისად უნდა აღასრულოს აღსრულების ეროვნულ ბიურო, მაგრამ აქ არის ერთი დეტალი მიყურადღებსადები, რომ თუ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო განკარგულება, უბრალოდ გამოაცხადა ამ ქონებაზე აუქციონი, სამწუხაროდ კანონის შესაბამისად გამოცხადებულ აუქციონს თავად სასამართლოს გადაწყვეტილებაც ვერ აჩერებს. ვერ აჩერებს. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახი არის? თუ სოციალურად დაუცველი ოჯახია, ასეთ შემთხვევაში შეღავათები კეთდება, ანუ ამ ქონების რეალიზება არ ხორციელდება, მაგრამ გამონაკლისია სესხი და იპოთეკის ხელშეკრულება. ანუ ეს ვალდებულება თუ წარმოიშობა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, მაინც განხორციელდება ქონების რეალიზება. ეს რომ იყოს მხოლოდ სესხიდან წარმოშობილი ვალდებულება და ამ ქალბატონს მხოლოდ ეს ერთი ქონება კონდეს, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ იპოთეკის გარეშე დადებული გარიგებიდან. უბრალოდ სესხი, ჩვეულებრივად, ყოველგვარი იპოთეკი. ამ შემთხვევაში ზუსტად ეგ შეღავათი გავრცელდებოდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პიროვნებას თუ ეს მისთვის ერთადერთი საცხოვრებელი იქნება, იძულებით სარეალიზაციოდ ქონება არ გავიდოდა იქამდე, სანამ ანუ ამ ფენის ქვევით იქნებოდა რეგისტრირებული. თუ სახეზე გვაქვს როგორც ტელემაყურებელმა განმარტა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში შეღავათი არ წესდება. ესე იგი ფაქტიურად სახელმწიფო რამე თქვენ ხო არ იცით, მე ნამდვილად არ გამიგია სამწუხაროდ. რამე ხო არ მოქმედებს ან რამე საქმელმოქმედო ფონდები ამ ქალბატონის გასაგონად არის სხვადასხვა ან რამე სახელმწიფო პროგრამებზე ხო არ? ნუ ახლა კანონის დონეზე ამ თემის ირგვლივ ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან კანონი ასეთ რაღაცას არ იძლევა ამის შესაძლებლობას, თუმცა არის რუსთავი 2-ზე, სხვადასხვა ტელეკომ არხებზე, სხვადასხვა საქმელმოქმედო ორგანიზაციები, აი იავნანას ფონდით ეხმარებიან ხალხს, მაგრამ ასეთ კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ თუ არა, ნუ ამას ჯობია თავად მიმართოს მაყურებელმა და მოსთხოვოს ამ ფონდს. ზუსტად მაგაზე მინდოდა ახლა ასე რომ ვთქვათ, გადავსულიყავით ახლა, ესე იგი მოვალის მიერ სესხი თუ არ არის, არ გადაიხდის, ვერ იხდის. ზუსტად მინდა ეს კარგად განავწოთ. როგორ ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ანუ რა მექანიზმები არის, რომ კრედიტორის უფლებები არ იყოს დარღვეული, რა თქმა უნდა, როცა ამ შემთხვევაში იპოთეკაზე ვსაუბრობთ ისევე. ანუ პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შესრულდეს ნებაყოფლობით. თუ აქ სახეზე გვაქვს ნებაყოფლობის შეუსრულებლობის ფაქტი, გამოდის რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე თავად ნოტარიუსის მეშვეობით იწერება საახსრულებო ფურცელი, რომელსაც აბსოლუტურად იგივე იურიდიული ძალა გააჩნია, რაც სასამართლოს მიერ გაცემულ საახსრულებო ფურცელს და წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით. ანუ აქ ალბათ თქვენ უფრო გაინტერესებთ რიგითობა, თქვა თუნდაც რეალიზების შედეგად შემოსული თანხების მიხედვით როგორ იფარება კრედიტორის თუ არის? თუ ანუ თუნდაც ერთი იპოთეკარი იყოს, როცა აუქციონისზე ხდება ქონების რეალიზება, ანუ შემოსული თანხით პირველ რიგში იფარება სააუქციონო ხარჯები და შემდგომ იფარება კრედიტორის მოთხოვნა და თუ რაიმე თანხარჩება გადაეცემა მოვალე მხარეს, ანუ ქონების მესაკუთრეს. დიახ, გისმენთ? მოგესალმებით. ძალიან ხშირად მიმდინარეობს იპოთეკებზე საუბარი სხვადასხვა არხებზე და არც ერთ არხზე, არც ერთ ტელევიზიაში ასეთი ჩამოყალიბებული, ასეთი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ჯერჯერობით ესახალი დაწყებული საუბარი არ მიგვიღია. ყოველთვის იცავენ ამ იპოთეკარებს არა და აი ვისაც ჩადებული აქვს ქონება. მე მაგალითად იპოთეკით ამაქვს სესხი გასესხებული, მოკლედ გეტყვით რომ დრო არ წაგარქვათ და თვითონ შემექმნა ვერ დავიბრუნე ეს ფული და ბანკებთან ურთიერთობები და ყველა ღონებს ხმარობ რომ გადავარჩინო ჩემი სახლი, ბოლო კაპიკს ვიღებ და ბანკში ფულს ვიხდი, ეს თუ არის 5 რიცხვი ვიხდი 3 რიცხვი, იმიტომ რომ ვიცი რასთან მაქვს საქმე. როდესაც ესხულობენ ფულს
ძალიან გთხოვთ, არსად არასდროს ყოფილა საუბარი. ყველა სჭირდება ბიზნესისთვის, ყველა სჭირდება საქმის ასაწყობად და როდესაც უკვე სხვის ფულებს კარგად დაამღერებენ, მერე უკვე გამოდის ბატონებო, რომ ზოგ შვილი გაუხდა სულდათ, ზოგს ისა ძალიან ბევრმა იმის გულისთვის, რომ ტოტალიზატორებში გაამახვილეთ ყურადღება, ძალიან ბევრმა თითქმის სრული პასუხისმგებლობით გეტყვის, თითქმის 80%-მა ტოტალიზატორების გულისთვის აიღეს იპოთეკური სესხები. ბატონებო, დაფიქრდით თქვენ თვითონ იპოთეკურ სამხელა თანხას ვინ იღებს პურის ფულის გულისთვის. პურის ფულად რაში გჭირდება $10,000 რომ იღებ. დიახ. და ყოველთვის საუბრობენ აი გაჭირვებულები, აი თუ გაჭირვებული და წყალწაღებულები არიან, კანონმა მიიღო, მე ყოველთვის თვალყურს ვადებდებ, იმიტომ რომ თვითონა ვარ დაზარალებული მე ამ კუთხით და მიიღო კანონმა ის რომ ესე იგი ეს აღსრულება ყველაფერი შეჩერდა, კეთილი ინებონ. აიღეს ვალდებულება, ბატონო, თქვენ აიღეს ვალდებულება, ჩადეს გარანტად სახლები, აბა ვიღაცა ოხერს მე ჩემი ნაწვალები, კაპიკ სიმწრით, შავპურზე მყოფილმა რომ მოვაგროვე, რატომ მოგეცი? შენ ფული ვიღაცა ოხერს, რა ვალდებული ვიყავი? კეთილი ინებე და გადაიხადე. ხო იცოდნენ იქ რა ხელშეკრულებასაც, რასაც კიდევდნენ ხელს, სადაც სწოფავდნენ ეს ხომ იცოდნენ. გასაგებია. უპასუხებ ქალბატონს და მინდა მადლობა მოუხადო ასეთი კარგი ზარისთვის და მადლობა ნამდვილად მადლობა. ხშირად და ძირითადად მსჯელობა მიდის ვალდებული შემსრულებელი მხარეზე და სამწუხაროდ სადღაც ჭირდილში გვჭება იპოთეკარის უფლებები და მინდა გავამახვილო ყურადღება რომ რა თქმა უნდა როცა ჩვენ საუბრობთ მოვალე მხარის ირგვლივ და ვამბობთ რომ ნუ ძალიან სოდოა იგი ვალდებულებას ვერ იხდის და ნუ რაღაც შეღავათი უნდა დაწესდეს და მიეცეს რა თქმა უნდა ეს არ იგულისხმება ქალბატონ რომ იპოთეკარის ხარჯზე უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იპოთეკარმა თავისი სარგებელი აუცილებლად უნდა მიიღოს, ვინაიდან ესეც ბიზნესური კუთხით არის დღევანდელ დღეს ჩვენს ბაზარზე შემოტანილი. ჩვენ ახლა რაც გვისაუბრია, ხო, ალბათ ტელემაყურებლებიც ვინც გვისმენს, ჩვენ ვამბობთ იმან როგორ სიტუაციას, თორე არამც და არამც, ნუ სესხის დაუბრუნებლობა ეს ზუსტად მანდ მინდა ვთქვა. ეს წითელი ზოლია, ფული აიღე, უნდა დააბრუნო, ამით დამთავრებულია ყველა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში ხომ მისაღები ფორმატი იყო, ამ ფორმატით სესხის აღება და ასე რომ ის უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად და სრულად. თუმცა მე აქვე მინდა იპოთეკარების, ანუ კრედიტორების საყურადღებოდ თქვა ერთი რამე, რომ აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმა თქვა ესეთი რამე, რომ იპოთეკის საგანი იძულებითი რეალიზებისათვის უნდა გავიდეს საბაზრო ღირებულების 50%-ში. ეს ვითომ და იმისთვის ჩაიდო რომ აუცილებლად რეალიზებული იქნეს ქონება თუმცა ასეთმა დათქმამ როგორც მოვალე მხარე დააზიანა, ანუ დაბალ ფასში ბინის გაყიდვის შესაძლებლობით, ასევე კრედიტორი დააზიანა, იმიტომ რომ როცა ვთქვა სიტყვაზე ვამბობ, კრედიტორს მოთხოვნა აქვს $30,000-ზე, ქონება ღირს $30,000 და $15,000-ში გავა გასაყიდად, კი აუქციონი გულისხმობს ვაჭრობის შესაძლებლობას და შეიძლება 50,000-მდე ავიდეს, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული მოსაზრებაა და ნუ ვინ გაყვება, გამოდის რომ როგორც მოვალე მხარე, ასე იპოთეკარი უფრო ზარალდება. იმიტომ რომ მან 30,000 გასცა, გარანტად მიიღო ქონება, რომელსაც ნახევარფასში უკეთდება რეალიზება და საერთოდ ვერ უკმაყოფილდება მოთხოვნა, რომელ სარგებელის მიღებაზეა საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ დეტალზე გასამახვილებელია ყურადღება და ვფიქრობ, რომ სანამცვლელობა შევიდო და მინიმუმ 70% რომ იყო განსაზღვრული, კარგი იყო, იმიტომ რომ არც მოვალე მხარე და არც კრედიტორი დაზარალებულიყო. რაც უფრო მაღალ ფასში ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად ამ ფასში უნდა გაიყიდოს, დიდი ალბათობით გამოდის, რომ კრედიტორის მოთხოვნა მაქსიმალურად დაკმაყოფილდება და თუ აღემატება კრედიტორის მოთხოვნას შემოსული თანხა, ის გაჭირვებული მოვალე მხარეს დაუბრუნდება რაღაც თანხა და რაღაც სხვაობას საბაზრო ფასი თუ არა, საბაზრო ფასის 2/3 თან რაღაც. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ 50%-ში რომ გავდის და აქვე მინდა ვახსენო, მე მქონდა და იცით ჩვენ სამსახურში ორი კომპიუტერით ვაკვირდებოდით ამ ღია აუქციონების თემას და სამწუხაროდ აღმოჩნდა ესეთი რამე, რომ ერთ-ერთ შემთხვევაზე 50%-ში გავიდა ქონება სარეალიზაციოდ და ანუ ერთ-ერთ დღეს მთავრდებოდა ამ აუქციონი
რაზეც იპოთეკარებს როგორც მოვალე მხარეს ალბათ სურვილი ქონდა მიეღო აუქციონში მონაწილეობა, არა იმ თვალსაზრისით, რომ მაინდა-მაინც იპოთეკარს დარჩენილიყო ეს ქონება, არამედ მხოლოდ იმ დანიშნულებით, რომ მისი საბაზრო ღირებულება აწეულიყო და როგორც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, ასევე მოვალის რაღაცა თანხა შეხვედროდა. თუმცა არ ვიცი, რამდენად ვინმეს მიუწვდება ხელი, რომ ხელოვნურად დაიბლოკოს ან მინიმუმ პროგრამის ხაროზია ხშირ შემთხვევაში არ ჩანს ვინმეს მიერ განხორციელებული ბიჯი, ანუ პირველი შეთავაზებული თანხა მაგალითად თუ ქონება გადის 30000 ლარში და მე დავრეგისტრირე რომ მივიღო ამ აუქციონში მონაწილეობა და სხვამ გააკეთა საწყისი ბიჯი მინიმალური ფასი შესყიდვის მიზნით. მე თუ ამას ვერ დავინახავ, გამოდის რომ ყველა ხო და შესაძლებელია მოვალე მხარეც ქუჩაში დარჩეს. იპოთეკარს საერთოდ არაფერი დარჩეს თავის თანხიდან, სარგებელზე აღარ არის აქ საუბარი. და ვფიქრობ, რომ ის ძველი მოდელი უფრო ჯობდა ამ კუთხით, პირდაპირ უყურებდა კრედიტორის მოვალს და დაინტერესებული პირის და თავად ხედავდნენ რა ფაში გადიოდა ქონება. თუმცა გამარტივდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფრო გაუმარტივდა ამ ასეთი მოჭარბებული საქმეების მოგერიება და ამ დროს გაუმარტივდა კრედიტორისა და მოვალის ხარჯზე. ასეკები. აი ქალბატონმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ შეჩერებული აღსრულებები ამ იმაზე და ნამდვილად არ არის შეჩერებული. არა, შეჩერებული იყო ივლისიდან აგვისტოს რაღაც რომელიღაცა რიცხვამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს დირექტორის ბრძანებით იყო შეჩერებული და ეს რატომღაც დაკავშირებული იყო მთავრობის ცვლაზე და აიხსნებოდა იმით, რომ მსჯელობდნენ რითი ეშველათ მოვალე მხარეებისათვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაგებია, რომ ვიზრუნეთ მოვალე მხარისთვის, რომ იგი თქვათ ბინიდან არ გამოსახლებულიყო, ანუ რეალიზად ქონება არ გაყიდო და იძულებით, მაგრამ რა ქნას იმ იპოთეკარმა, რომლის შემოსავლის წყაროც მხოლოდ ეს იპოთეკი აღშადებული თანხები იყო. ანუ არის ხშირად ხვდებით ბაზარზე, რომ არ უჭირს იპოთეკარს და მილიონის ესხია გაკეთებული, მაგრამ ასევე ხშირად ხვდებით ბაზარზე იმ იპოთეკარებს, რომლების შემოსავალიც მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული და რა გამოდის იმის დასაცავად ამას ვღუპავ? აბსურდულია და ასეთი მოქმედება. ეს ზუსტად ესეთი სტატისტიკა მაქვს, რომ საქართველოში კერძო იპოთეკარები ამ ბაზრის 34%-ს ფლობენ. ეს ძალიან მაღალი პროცენტიანი, ანუ ყოველი მესამე ბინა დაგირავებული, ასე რომ ვთქვათ, იპოთეკით დატვირთული საგა კერძო იპოთეკარზე მოდის. ზუსტად ამაზე იყო დავა, ისე იგი აქ მე ცოტა გადაცემის ბოლოში მინდა რაღაც რჩევებიც მივცეთ მოქალაქეებს, პატარ-პატარა რჩევები, თითქოს არაფერი, მაგრამ მათ ძალიანო გამოადგებათ, შეიძლება გამოადგეთ მომავალში. აქ არის ყბადაღებული მესამასე მუხლის პირველი პუნქტი. თქვენის ნებართვით ციტირებას გავაკეთებ. მესამასე მუხლი არის ასეთი რაღაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის, ანუ იპოთეკარის საკუთრებაში. და პირველი პუნქტი ამას ამბობს. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ამ კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის, ანუ იპოთეკარის საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ იპოთეკის ხელშეკრულებით ეს არის გათვალისწინებული, სესხის დაბრუნების ნაცვლად იპოთეკარს შეუძლია მოითხოვს თლიანი ქონება. მიუხედავად იმისა, თუ რამხელა სესხი არის, სწორად გავიგე? თუ შეიძლება ცოტა ღრმა ჩავწვდები ამ მუხლს და გამომარტავ ესეთ რამეს, რომ ამაზე არის დავა, სულ ამოიღეს ეს მუხლი, ამოიღეთ ეს მუხლი. მე რა ვალიც მაქვს, ბოდიშლება რას უნდა? მე რა ვალიც მაქვს? გამიყიდეთ ბინა, კი ბატონო, ხალხი რას ამბობს? გამიყიდე ბინა, მაგრამ რა ვალიც მაქვს? ის წაიღე, დანარჩენი მე მომეც. ბატონო იოსებ, ეს მე მგონი ერთი მხარის სადაო თემა, რომელსაც არ აწყობდა, რომ ესეთი ციტირება მომხდარიყო კანონში, თუმცა ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რომ გამშალოთ მუხლი, ეს მუხლი მაინდა-მაინც არ ამბობს იმას, რომ თუ $100,000-იანია ქონება და $10,000 ღირს, ისა $10,000 ვალდებულება შესასრულებელი და ეს $100,000-იანი ქონება მთლიან საკუთრებაში გადადის. ეს ამ კანონი ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რომ სასამართლოები არ დაჭირდეთ და პირდაპირ საკუთრებაში გადავიდეს, თუმცა ამავე დროს კრედიტორის ვალდებულება
წარმოიშვება, რომ ის ხვაობა, ანუ 100,000-სა და 10,000 შორის $90,000 მოვალე მხარეს დაუბრუნოს. თუ ჩავხედავთ ჩვენ სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, აუცილებლად ნახავთ იმ ჩანაწერს, რომ იპოთეკის როცა იტვირთება ქონება, მხარეები თავად აფასებენ იპოთეკის საგანს. ხო. ანუ ხელშეკრულებაში ასევეა ნაჩვენები იპოთეკის იმ დღის საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, თუ ვალდებულება იმაზე ნაკლებია და ბუნებრივია იპოთეკარები, ანუ კრედიტორები იმ თანხაში და იმაზე მეტ თანხაში იმედი არ გასცემენ სესხებს, იმაზე დაბალ პროცენტში გასცემენ, ხო, ასე ვთქვათ, ვალუტაში და გამოდის, რომ ეს შეთანხმება თუ იქნება ხელშეკრულებაში, არ იფიქროს არც ერთმა კრედიტორმა და არც ერთმა მოვალემ, რომ აუცილებლად ეს მთლიანი ქონება მას დარჩება. არამედ ამ შემთხვევაში, ამ ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში, კრედიტორს ვალდებულება წარმოიშვება, რომ ეს სხვაობა, ანუ შესაძლებელი ვალდებულებასა და ქონების შეფასებას შორის არსებული სხვაობა დაუბრუნოს მოვალე მხარეს. ესე დაუბრუნოს, ანუ გინდა ბინა გაუყიდია და თუნდაც თვითონ მისცეს თანხა და რა თქმა უნდა. დიახ, გისმენთ? ეთერში. ალო, გისმენთ? გამარჯობათ. მაინტერესებს თუ განსაზღვრავს კანონი იპოთეკის ხელშეკრულების დროს პროცენტის ზღვარს, ქვედას და ზედას და რამდენად სამართლიანია თქვენის აზრით დღეს არსებული პროცენტი? მადლობთ კითხვისთვის. მოგახსენებთ, რომ კანონი პროცენტის ოდენობას არ განსაზღვრავს და ეს დამოკიდებულია ხელშეკრულების მონაწილე მხარეებზე. და ვფიქრობ, რომ ეს სწორიც არის და არ უნდა 40% რო ჩავწერო, 50% რო ჩავწერო. არა, ჩაწერე თუ გინდა 1000%, მაგრამ ეს ვიღაცისთვის მისაღები უნდა იყოს, ხო? რატო არა შეეხება და იმ პროცენტს არ შეეხება. შეეხება და ლოგიკაც არის, რომ ამ პროცენტში ვერც გაასესხებ თანხას, როცა შენ თუ 10%-ში ასესხებ, ვიღაცა 3%-ში ასესხებს და მასთან გავაფორმებ ხელშეკრულებას. შენთან რატო? და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად სწორია და უნდა იყოს მხარეთა გარიგება, ოღონდ არ უნდა იყოს კაბალური. აი კანონი, კარგი იქნება კანონი თუ გაითვალისწინებს ზედაზღვარს, მაგრამ ეს ზედაზღვარი არ შეიძლება იყოს 2 და 3%. იმიტომ რომ თუ ჩვენ ბანკებთან ურთიერთობაში გვაქვს სარგებელი 11%-დან 18%-მდე, ესეც ბევრია, თუმცა არაადეკვატური არ უნდა იყოს, ანუ ბანკს სხვა პროცენტში გაცემის უფლება არ უნდა ჰქონდეს და კერძო პირს სხვა პროცენტში გაცემის უფლება არ უნდა ჰქონდეს. მართალი ხართ, რატო ამ ვიცით? შეიძლება მე ვწდები, ახლა მე ადრე ბანკშიც მუშაობდი და მახსოვს ეს ყოველ შემთხვევაში ადრე იყო ეს რეგულაციები, ეხლაც რაღაცა ზღვარი ბანკს გინდა დეპოზიტზე, რაღაცა ჩარჩოები და გინდა ამ კრედიტების ამბავში გაცემაში, ხო რაღაცა ზღვარი და ჩარჩოებში არის მოქცეული, ანუ ბანკისთვის აკრძალულია ეროვნული ბანკი ადგენს მაქსიმალურ ლიმიტს. არა, გასაგებია, კარგია რომ დარეგულირდა მაქსიმალური ლიმიტი, მაგრამ თუ მაქსიმალური ლიმიტი არის წლიური 30%, გინდა დაგირეგულირებია, გინდა არ დაგირეგულირებია, ხო? ნუ რამხელა კაბალურია 30%. ამიტომ უნდა იყოს დადგენილი, მაგრამ იმ ცოტა ოდენობითაც არ უნდა იყოს, რომ ვინმე სურვილი არ გაუჩნდეს თანხის გასესხების, ხო? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გასაგებია, რომ ბევრი მწარდება ასეთი სასესხო ურთიერთობით, თუმცა ბევრი ხეირობს, რადგან გარკვეულ ბიზნესს აგებს ამ ვალად აღებული თანხით, ხო? ანუ არც მცირე უნდა იყოს, მაგრამ არც ზედაზღვარი უნდა იყოს ძალიან აწეული. რაღაც სახელმწიფოს ეკონომიურ დონეზე უნდა იყოს მორგებული. კერძო იპოთეკარები, რა თქმა უნდა, საგადასახადო ინსპექციაშიც იქნებიან. კი, რა თქმა უნდა, მეურთან მქონია შემთხვევა, ოფიციალურად რეგისტრირებულია, გადამხდელად რეგისტრირებულები არიან, რომლებიც დეკლარაციას ავსებენ და მოგების ყველაფერია ლეგალურად არის, რა თქმა უნდა, და სახელმწიფო ბიუჯეტში შედის პრობლემა, რომ ჩვენ როცა მოვალის მხრიდან ვსაუბრობთ, რომ საწყალია და რა ეშველება, ასე მკაცრადაც არ შეიძლება კრედიტორების მიმართ თქვათ, რომ იმას რა უჭირს ფული გაასესხა. იმან ფული იმიტომ გაასესხა, რომ იმ რაღაც გარკვეული ოდენობით სხვა ბიზნესს ვერ იწყებდა და გაასესხა, იმიტომ რომ სარგებელი ქონოდა. ამ სარგებელიდან საგადასახადოშიც იბეგრება და როცა თანხის გადახდა მომენტი მოდის, ყველა რატომღაც გადადის მოვალის მხარეს. რა თქმა უნდა, შესაძლოა დასახმარებელია, თუმცა იპოთეკარის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ანუ დახმარება უნდა მოხდეს სხვა გზებით, თუმცა ფული უნდა დაბრუნდეს. ისე რომ იპოთეკარი არ დაზარალოს. სხვათა შორის თქვენ გქონდათ კარგი მაგალითი წინა გადაცემაში, როცა თქვით ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკა, როცა სახელმწიფო მიტვირთა ეს ვალდებულება და იდეალური ოქროშუალედი გამოძებნა, რათა არ დაზარალებულიყო არც მოვალე და არც კრედიტორი და კრედიტორზე გასცა კრედიტი, რათა მას არ განეხორციელება მათი ქონების რეალიზება.
აი ეს არის ოქროს შუალედი და ჩვენც ვიმედოვნებთ რომ საქართველოს იქნება ესა. აი დაუბრუნდეთ ესე იგი აუქციონებს, ანუ ხო მეწეღან გამომჩა და არსებითად მინდა გავამახვილო ყურადღება ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა აუქციონზე გადის ქონება და ვთქვათ აუქციონის ბოლო დღეს მონაწილეობთ იმ თვალსაზრისით რომ ქონების შემძენი გავხდეთ ან ფასი ავწიოთ, თუმცა როცა შევდივართ საიტზე და ვერ ვხედავთ გაკეთებულ ბიჭს, მე მინდა ურჩიო ჩემს კოლეგებს, ყველა იმ დაინტერესებულ პირებს, ვინც მონაწილეობას იღებენ, რომ აი ვთქვათ მთავრდება 3 საათზე, 3 საათის სურათით ამობეჭდონ ინტერნეტიდან ის გვერდი, რათა შემდგომ გქონდეთ მტკიცებულება იმისა, რომ ამ დროისათვის ამ საიტზე არც ერთი ბიჭი არ ყოფილა გაკეთებული. მართალია ეს ჩემმა პრაქტიკამ მასწავლა, თუმცა არაერთი შემთხვევა ყოფილა ესეთი, რომ არ დანახვა შეუძლებელი ყოფილა გაკეთებული ბიჭის და ამით დაზარალდა როგორც მოვალე, ისე იპოთეკა. ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზები. ნუ ეს ჯერ არ დამთავრებულა ეგ თემა გრძელდება, მაგრამ რამდენად ტექნიკური იყო, ან ამის დამტკიცება რამდენად შეგიძლია, ან რომელ ზიანზე იქნება საუბარი სამომავლო თემა, თუმცა უფრო დიდი ალბათობით რომ კრედიტორიც დაზარალდა და მოვალეც სახეზეა. შეუძლია თუ არა იპოთეკარს ბანკებს მგონი შეუძლიათ ალბათ კერძო იპოთეკარებსაც, ანუ ხელშეკრულებაში თუ წერია ქონების ფასის ცვლილების გამო პროცენტის ცვლილება თუ შეუძლიათ. კი რა არის, იცით, ხელშეკრულება თვითონ არის მხარეების გარიგება. ანუ მათ რა პირობებით სურთ, იმ პირობებზე თანხმდებიან და აწერენ. ნუ რა თქმა უნდა, კანონსაწინააღმდეგო არ უნდა იყოს მხარეთა გარიგებაში გამოხატული ნება. ხშირად ვაწყდებით ჩვენ უფრო მეტად საბანკო ურთიერთობაში, როცა ბანკი იტოვებს უფლებას და დებს ამ პირობას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია გაზარდოს პროცენტი. ჩვენ სამწუხაროდ ცოტა გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ, როცა მივდივართ ბანკთან და ბანკი ამ პირობას გვიყენებს, ჩვენ გვინდა არ გვინდა ვეთანხმებით. გამოდის აქედან რომ ჩვენთვისაც მისაღებია ეს გარიგება და შესაბამისად იგი ეს ამ ფორმით გარიგება არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო გარიგებას და ჩვენ დავეთანხმეთ. ხო, ეს გარიგება, ანუ ამ პირობაზე ჩვენ თანახმავთ. თანახმავთ ხელმოწერით დავეთანხმეთ. და უბრალოდ აქ ყურადღება მისაქცევი რომ რაღაც გარკვეული ფორს-მაჟორული სიტუაციებია, როცა ბანკი ამ უფლების რეალიზებას ახდენს. ანუ თავისი შეხედულების სამერ ბუნებრივია ვერ მოახდენს შეთანხმებული პროცენტის გაზრდას. რაღაცა ანუ მოქალაქეებს ასეთ რჩევას მივცემდით, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება, რომ არ იყოს ჩადებული ხელშეკრულებაში, გინდა ბანკთან, გინდა კერძო იპოთეკის მნიშვნელობა არ აქვს ასეთი გარიგების დროს პროცენტის ცვლილება არ უნდა იყოს ჩადებული. კიდე ფინანსისტებმა ერთი კარგი ის მომცეს, რა ქვია, რჩევა ისევ მოსახლეობის საყურადღებოდ ვამბობ, შეეცადეთ თუ იპოთეკას აკეთებთ მაინც, ხო, რა თქმა უნდა, აიღოთ, ანუ ეს ვალდებულება იპოთეკით დატვირთოთ ქონება და სესხად აიღოთ ის ვალუტა, რა ვალუტაც გაქვთ შემოსავლად. ანუ თქვენ თუ ხელფასი გაქვთ, რა თქმა უნდა, უმეტესობას ასეა ყველას. ხელფასი გვაქვს და შემოსავალი გვაქვს ლარებში, იპოთეკაც უნდა გაკეთდეს ლარებში, დოლარებში არა, იმიტომ რომ ამ დროს თქვენზე გარდა იმისა, რომ პროცენტსაც იხდით, ხო, თქვენი შემოსავალი არის ლარებში, უნდა გადაიყვანოთ მე დოლარში და ვალუტის კურსის მერყეობაც მოქმედებს და თუ გინდათ იგივე შეერთებული შტატების, ან დოლარი ხო იმათი ვალუტა არის, იქ ეკონომიკური სიტუაცია. გარდა ამისა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ძალიან ბევრი საკომისიო არ იყოს ლევან, ხო? ანუ ფაქტიურად პროცენტი შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ იქ გადაიხადე, აქ გადაიხადე, იმ გაფორმებისა, ამ გაფორმებისა ის გადაიხადე და შეიძლება საბოლოო ჯამში ეს ძალიან დიდი თანხა იყოს და ფაქტიურად შეიძლება 2-3%-იანი სესხი სინამდვილეში გამოვიდეს 4-5%-იან სესხად თვეში გექცეთ. ამიტომ ძალიან დიდი საკომისიო. საინტერესო პრაქტიკა აქვს კიდე დანერგილი დღევანდელ დღეს, როცა რეალურად მხარეები სესხსა და იპოთეკის ხელშეკრულებას
აფორმებენ, თუმცა ამ ხელშეკრულების დაფარვის მიზნით აფორმებენ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებას და არეგისტრირებენ ისე საჯარო რეესტრში. მე მინდა ორივე მხარეს ურჩიო, რომ ასეთი თვალთმაგსური გარიგების გაფორმება ისგან თავი შევიკავოთ, ვინაიდან შედეგობრივად თუ ეს გამწვავდა მაინც ექვემდებარება სასამართლო წესით გაუქმებას და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებად ცნობას და უფრო მეტიც თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით ვაფორმებთ, არანაირი სხვაობა არ აქვს, თავად მიბრძანდნენ მხარეები საჯარო რეესტრში და პირდაპირ იქ დაარეგისტრირონ და არ მივიდნენ მაგალითად ნოტარიუსთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ზედმეტად იხდიან საუნტარო მომსახურების ხარჯს და იგივე იურიდიული ძალა გააჩნია საჯარო რეესტრსა და ამ ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებას. თუმცა გადავერთო ახლა ცოტა თემიდან, მაგრამ მე მინდა არსებითად გავამახვილო ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თუ მხარეები თანხმდებიან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, სასურველია, რომ ამ შინაარსით დაიდოს ხელშეკრულება და არა ამის ნაცვლად გაფორმდეს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. აჰა. გასაგებია. ანუ ესეც დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, აუცილებლად როცა რაღაც პირობებზე მიდიხართ ხალხო მაქსიმალურად, იპოთეკის ხელშეკრულებას გულისხმობ, მაქსიმალურად მოგერიდებათ თქვათ ამა თუ იმ პირობაზე უარი. შეიძლება ქართველებმა ვიცით ხოლმე, აი ოღონდ ეხლა და მერე რაღაც გამოჩნდება და მერე რაღაც იქნება და 1000 ჯერ დაწონეთ ბოლოს და ბოლოს ან ნათესავი გეყოლებათ, ან მეზობელი, ან მეგობარი, რომელიც არის ფინანსისტი, რომელიც არის იურისტი და სიტყვიერად ეს ზედმეტი 1 საათი, 2 საათი არის, ხო? სიტყვიერად გაიარეთ კონსულტაცია, კითხეთ, აი ამას ვაპირებ. ფინანსისტი დაგითვლით, დაგიანგარიშებთ. ფინანსისტებს მაგაში განათლება აქვთ მიღებული და ჩვენგან განსხვავებით იციან რა განსაზღვრონ, რას მიაქციონ ყურადღება ფინანსურად, რას არა. იურისტი დაგეხმარებათ თუნდაც იგივე ხელშეკრულების რაღაც ისეთი ნიუანსების გარკვევაში და კონსულტირებაში, თუნდაც იგივე ჩვენი რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი იურისტები კვალიფიციურ კონსულტაციას გაგიწევენ და გეტყვიან თანაც უფასოდ, რა თქმა უნდა, რას მიაქციოთ ყურადღება, რას არ მიაქციოთ და აი როგორ იმოქმედოთ. ნუ შეგეშინდებათ უარის თქმა ამა თუ იმ პირობაზე. იმიტომ რომ ეს მერე შეიძლება მომავალში ცოტა ცუდად მოგიბრუნდეთ რა. ყველამის ხوار დაამატებით ხარ. დაუც კითხვები რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა და ახლა ცოტა არ იყოს ისეთ თემებზე საუბრობთ, რომ ჩვენ სუბიექტური აზრი გამოდის, თუმცა მაკავშირებლად არის კანონთან. მაგრამ ობიექტურობის თვალსაზრისით ჯობია სხვა დისკუსიის ფორმატში ვიყოთ. ნუ აი სანამ გადაცემას დავამთავრებდეთ, ერთ კიდე პატარა სტატისტიკურ მონაცემებს გეტყვით. ისევ ქართველების გულის გასახეთქად, მაგალითად უცხოეთში მეტნაკლებად ცივილიზებულ სამყაროში მთელი უძრავი ქონების 90% არის შეძენილი იპოთეკით და წლიური იპოთეკის წლიურ პროცენტს არ იკითხავთ რამდენია უცხოეთში, ნუ ცივილიზებულ სამყაროში. ეს არის 4% წელიწადში. მხოლოდ და მხოლოდ 4% წელიწადში. აი ესეთი რაღაცა არის. აჰა. სულ ეს გვინდოდა გვეთქვა ჩვენი ტელემაყურებლებისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ყოველ 4 შაბათს საღამოს 10:30-ზე 21 საათზე და 30 წუთზე გავდივართ ეთერში. სხვადასხვა საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე ვსაუბრობთ. მომდენო 4 შაბათსაც ვიქნებით და აქედან შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონს სტუდიაში 25-44-00 არ დაივიწყოთ ეს ნომერი და აუცილებლად დაგვიკავშირდით და ვისაუბროთ, შეგვეკითხეთ და მაქსიმალურად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. კარგად ბრძანდებოდეთ.